Georgia here in 250,000-მდე ID ბარათი გასცა იუსტიციის სამინისტრო ამ წლის პირველ ნახევარში ბარათების გაცემის სტატისტიკური ანალიზი სახელმწიფო სერვისის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი გაბრიელაშვილმა გაახმაურა. გაცემულ ID ბარათებს შორის 20,000 სტუდენტური ბარათია, რომლებშიც ინტეგრირებულია სტუდენტური ფასდაკლების ბარათები. სააგენტომ უკვე დაიწყო ბარათების უფასოდ გაცემა სოციალურად დაუცველი პირებისთვის, სტუდენტებისა და ომის ვეტერანებისთვის. 2000 საჭაროებს ყოველდღურად ბარათის სურვილთა რაოდენობა და ეს იმის პროპორციულად იზრდება, რაც ბარათს ემატება ახალი ფუნქციები. იცით ალბათ, რომ სასაზღვრო გამშვები პუნქტების დატოვება ან საზღვრის გადაკვეთა თურქეთის მიმართულებით შესაძლებელია ID ბარათის გამოყენებით და ჩვენ აღარ გვჭირდება სამგზავრო დოკუმენტის აღება ცალკე. სტუდენტების შემთხვევაში ძალიან მოხერხებული იქნება, ვინაიდან ბარათთან დაინტეგრირდა სტუდენტური ბარათი. იუსტიციის სახლი განაგრძობს სწრაფი, ხარისხიანი და ეფექტური მომსახურების შეთავაზებას საკუთარი მომხმარებლებისათვის. ეს მდგომარეობით 300-ზე მეტი მომსახურების მიღების საშუალება აქვს იუსტიციის სახლში მომხმარებელს, მათ შორის ეს არის რა თქმა უნდა ID ბარათი, რომელიც ძალიან სწრაფად მზადდება.